ჩემთვის ევროკავშირი არ არის ერთი კონკრეტული, თქვათ, იდეა ფიქსი. ეს ჩემთვის არის როგორც ვთქვი, სტაბილურობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ღირებულებები, თანამეგობრობა. ძალიან ბევრი ერთად მიქსი, რომელიც მინდა გადამდები იყოს და ამ ქვეყანაშიც ისევე იყოს, როგორც მათთან არის. დასავლური ღირებულებებისათვის ჩვენ ვიბრძვით იმიტომ, რომ დასავლეთი ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანია. ერთგვარი გარანტი და საწინდარია ამ ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებების, კეთილდღეობის, იგივე სტაბილურობის, ასე რომ ვთქვათ, რატომაც არა. ამ ქვეყნის ხელისუფლება ხშირად ვუწოდებთ ბავშვებთან მებრძოლს და სამართლიანადაც. რატომ დაიწყეს ბრძოლა ბავშვებთან, ესე ვთქვათ? ალბათ იმიტომ, რომ ამ პროცესში, რომელიც მათ წამოიწყეს დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლის დროს, შესაძლოა გათვალილი ჰქონდათ, რომ პოლიტიკური პარტიები იქნებოდა ჩართული, მაგრამ ახალგაზრდების ესე ჩართულობას და მათ თქვათ ამ პროცესში ესეთ შეუვალ ბრძოლას არ ელოდნენ და ამისთვის ესე ვთქვათ არ იყვნენ მზად. შემდგომში კი შეცდომის დაშვების ნაცვლად ამ ბავშვების დაპატიმრება დაიწყეს. დღეს, როდესაც იგივე ზვიად, გიორგის, ნიკას, ირაკლის უყურებთ სასამართლო პროცესებზე, ამ პროცესს ცრემლების გარეშე ნამდვილად ვერ უყურებთ, დარწმუნებულად ვერც ერთს, მაგრამ ბედნიერები, ლაღები, ასეთი ალბათ იმიტომაც არიან სასამართლო პროცესებზე, რომ გარეთ ქუჩაში იციან, რომ ქართველი ხალხი მათთვის და მათი ღირებულებებისთვის და იმ ბრძოლისთვის, იმ ბრძოლაში ჩართულია, რომელიც მათ დაიწყეს და ამ გამარჯვების მათაც სჯერათ. ამოცემულობაში მასწავლებლების როლი ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. მე პირადად ვფიქრობ, რომ ზუსტადაც უნდა იყო განმახორციელებელი იმისა, რასაც მოძღვრავ. სხვა შემთხვევაში მომავალი თაობის ნდობას, პატივისცემას ნამდვილად ვერ დაიმსახურებ, ვფიქრობ და ამავე დროს რას ვფიქრობ, იცით, ბევრი მეგობარი მხვდება, რომელიც ხშირად საუბრობს, რომ კი გეთანხმებით და ვართ თანაზიარი აი ამ ბრძოლის, აი ამ ღირებულებების, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ დედაქალაქმა და თბილისმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და იქ უნდა გადაწყდეს და თავარი ბრძოლის ველი სწორედ ის არის. მე გეთანხმებით, მაგრამ ამავე დროს ვფიქრობ, რომ თითოეულ ჩვენთაგანს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს ამ პროცესში და ეს ჩართულობა ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ თუნდაც დედაქალაქი არ დარჩეს მარტო და გრძნობდეს, რომ მთელი რეგიონები, საქართველოს ყველა რეგიონი ერთიანად ჩართულია ამ პროცესში და თავის წილ პასუხისმგებლობას იზიარებს ამ პროცესში, რომ ხვალ ეს გამარჯვება უფრო მალე დადგეს და მე მჯერა ამ ერთიანობით, ამ ერთიანი ძალისხმებით და ჩართულობით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ისე როგორც დაცულია ეს უფლებები ევროკავშირში და ადამიანი თვითონ პიროვნება არის დაფასებული, ეს ჩემთვის შინაარსობრივად არის ყველაზე მთავარი, რა პრობლემასაც ამ ქვეყანაში ვაწყდებით, ჩვენთვის რაც სხვა ღირებულებები დარჩა წინ, ანუ ჩვენთვის არა დავიღოთ ვთქვათ იგივე არადასავლური ქვეყნებისათვის სხვა უამრავი პრიორიტეტი არსებობს. დასავლეთში კი ადამიანის ფენომენი თავისი შინაარსით ბევრად უფრო ღირებულია და ვფიქრობ, ეს გადამდები არის ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ვთქვათ, აი ამ ღირებულებებით იკვებება და ამ იდეოლოგიით იზრდება და აპირებს, ვთქვათ, იცხოვროს ერთ ქვეყანაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ის არის რისთვისაც ჩემთვის და იგივე დემოკრატიული ღირებულებები, როდესაც იგივე ადამიანი თანასწორია და იგივე თანასწორი უფლებებით, ვთქვათ, არის დაცული, როგორც ეს დასავლეთშია, რაც არ არის ბევრ ქვეყანაში.